სპეციალური გამოშვებით ეთერშია კურიერი. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტია, როგორც იქნა ივანიშვილმა ერთი დაპირება ასრულა. ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი აქტოვანებულია საქართველოში ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობით. ქართველ ერს სულში და გენში უზის დემოკრატია. დღეს ამომრჩეველთა 53%-მა საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად დაიკიდა, აცხადებენ უცხოელი დამკვირვებლები. ეს არის სამართლიანი არჩევნები. საქართველოს არაფერი ეშველება, აცხადებს გიორგი გუგავას თვალში საქართველოს პრეზიდენტი შალვა ნათელაშვილი. როგორ მიმდინარეობს არჩევნები და რომელი კანდიდატი ლიდერობს ამ ეტაპზე, ამის შესახებ ისაუბრებს ზაქრო ინცკირველი. გისმენ ზაქრო. დიახ, ამ დროისათვის CSKO-ს მონაცემებით არჩევნებში ლიდერობს კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 62%-ით. შემდეგ მეორე ადგილზეა დავით ბაქრაძე 21%-ით. შემდეგ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე 10%-ით. შემდეგ თითქმის 3% აქვს შალვა ნათელაშვილს. და გიორგი თარგამაძე 1%-ზე ცოტა მეტი. ზაქრო, უცხოეთის მონაცემები თუ არის ამ დროისთვის ცნობილი? რაც შეეხება უცხოეთის მონაცემებს, აქ შედეგები უკვე არაერთგვაროვანია, მაგალითად ზოგიერთ ქვეყანაში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს, ხოლო ზოგან დავით ბაქრაძე. ნახოთ გრაფიკულად როგორ არის ეს გამოსახული, აი მაგალითად, აი ზოგიერთ ქვეყანაში ლიდერობს გიორგი მარგველაშვილი, ზოგან ბაქრაძე. მარგველაშვილი, ბაქრაძე. ზაქრო. მარგველაშვილი, ზაქრო. ბაქრაძე. მარგველაშვილი. საბოლოო შედეგები როგორია, თუ შეიძლება გითხარი? საბოლოო შედეგებს რაც შეეხება CSKO-ს ბოლო მონაცემებით, მთელი 62%-ით ლიდერობს გიორგი მარგველაშვილი. 62. ზაქრო. 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 დიდი მადლობა, არჩევნების შედეგებით ერთობოდა ზაქრო ინცკირველი. როგორც პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა აღნიშნა, წლევანდელი არჩევნები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და საარჩევნო უბნებზე უწყვეტი რიგებია. ნახოთ სიუჟეტი. ესე იგი მოვაგენი, ბოლო. აჰა. ბოლო ვინ არის? ბოლო? რომელია? მე ხარ ბოლო. მე თქვენს მერე ვიქნები მაშინ. ბიჭო, რამ ხელა რიგებია, რა მოიცდის ამდეხას. მართალი ყოფილა რაზო პრემიერი. რო ამბობდა, ბევრი მიდის არჩევნებზე უტეტო რა. ახლა კი გადავინაცვლოთ რეგიონებში და ქუთაისთან ჩაგვერთება ჩვენი კორესპონდენტი ეკა აბშილავა. ეკა, რაიმე დარღვევას ხომ არ ქონდა ადგილი? მოგესალმებით. ქუთაისში იმდენად მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები, რომ ჩვენ ვერც კი ვიგებთ საერთოდ არჩევნები მიმდინარეობს თუ არა. ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ ქუთაისის ერთ-ერთი უბნის კომისიის თავმჯდომარეს და იგი კომენტარს გააკეთებს. უკაცრავად, თუ შეგიძლიათ გითხრათ დღევანდელი არჩევნების შესახებ, რა სელოდებით და როგორ მიმდინარეობს? მოგესალმებით ყველას. მინდა ვთქვა, რომ ამომრჩევლობა მიმდინარეობს მშვიდობიან გარემო ვითარებაში. ნუ ახლა პატარ-პატარა ექსპრესებს ჰქონდა ადგილი. ჩვენ ძირითადად პარკირების წესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მოდის ამომრჩეველი, არ უნდა რომ ხელზე ეს პარკირებით დაიხსნას. დიახ. რაიმე დარღვევას ხომ არ ქონია ადგილი? მოგახსენებთ, არ უნდა დაიხსას ხელზე ეს პარკირება, არ იხსამს ოჯახ დაშენებულო, რატო? მარიკონი ხო არ არის, რომ არ იხსამ. ძალიან სხვათა შორის, ხო. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ დანარჩენი ჩვეულებრივად მიმდინარეობს და როგორც განაცხადა საარჩევნო კომისარიატმა, ყველაფერი იქნება ისე. ანუ არანაირ დარღვევებს არ ქონია ადგილი. არანაირ დარღვევებს არ ქონია ადგილი, პირადად მე ვიყავი 4 ადგილას მივეცი ხმა დემოკრატიულად. დიახ. დემოკრატიულად მივეცი და დემოკრატიულობის განხრით შემოვხაზე 4-ვე სხვადასხვა კანდიდატურა. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს. მადლობა. როგორც ხედავთ, ყველა პირობა იმისათვის შექმნილი, რომ ადამიანმა ამომრჩეველმა გააკეთოს თავისი არჩევანი თავისუფლად და ჩვენ ახლა შეგვიძლია ერთ-ერთ რიგით ამომრჩეველს გავესაუბროთ. უკაცრავად, თუ შეიძლება, რა კომენტარი შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევნებთან დაკავშირებით და რა შედეგებს ელოდებით?
შედეგებს ასრულებენ მართლა არ ვიცი დაიგო მაგრამ ერთი ისაა რომ მე მომიხადე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა და შემოვხაზი ის ადამიანი ვინც მე მინდოდა ვინც მე მომწონდა და სხვადასხვა არანაირი ზეწოლა არ ყოფილა როგორც ჩასთან და ჩვეულებრივად ჩავატარეთ ყველაფერი დიდი მადლობა თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება ნაირა კაპანაძე დიდი მადლობა ქალბატონო ნაირა მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები საკმაოდ დემოკრატიულად და მშვიდად მიმდინარეობს, მაინც მოხდა მცირე ინციდენტი. ბატონო, რა საკეთო? დღეს არჩევნებზე მოხდა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. პირდაპირ ქორწილიდან არჩევნებზე ხმის მისაცემად ნეფე დედოფალი მოვიდა. მოგესალმებით, ძვირფასო ამომრჩევლებო. თანახმა ხარ თუ არა რომ ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველ კანდიდატურას და ყოველგვარი დაპირებების შეუსრულებლობის მიუხედავად იდგეთ მის გვერდით. კი. თანახმა ხარ. შეგიძლიათ ჩააგდოთ ბიულეტინები. Para para pam 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 para pam 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 para pam 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 para pam 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 para pam pam para pam pam დიდი მადლობა იგა. ჩვენ ასევე საშუალება გვაქვს ნახოთ როგორ მიმდინარეობს არჩევნები სამეგრელოში და ზუგდიდიდან ჩაგვერთება ჩვენი ჟურნალისტი ჟივნი მებონია. ჟივნი, რა მდგომარეობაა სამეგრელოში? Приветики, გიგანს, მინა მივესალმა ყველას. ნუ სამეგრელოში ახლა რა ხდება საარჩევნო უბანზე ვიმყოფები, მეც საკმაოდ პასიური მდგომარეობა შეინიშნება ახლა ჭარჭარო იყო და წინა წლებში და ეს არჩევნებზე გულაობები, კეიბები, დროსტარებები, ცეკვა, სიმღერა, კარუსელი ტრიალებდა კიდო ბავშვები ერთობენ ასეთი ამბავი არ არის ახლა ეს, მაგრამ ნუ სიაში მკვდარი სულები ხომ არ ყოფილა? Yorgi bagge. Raza ruam brakdari zulები. Zalginagi eşer megreli de kudari zuli bitkari. Megreli biz sitotskla göqarda lijeniya da Moskvavi da Pontevi da. Rakdari zuli gazo raza ruam bab. და რაიმე სკანდალს ხომ არ ქონდა ადგილი? სკანდალი გინდა? სკანდალი ამ ჩარტოში ვერ ვახერხებ ვერაფერს და თუ გინდა შემდეგ ჩარტოში მანქანას ავაპეთქებ აქვე. არა პრობლემა. თუ საიდუმლო არ არის, თქვენ თუ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში? კი ბატონი, რა თქმა უნდა, მივიღე მე ახლა მაყურებლისთვის ზედატანით მუშაობ, იმიტომ რომ აბიხედავ ჩემ თანზორე, ჩვევი და წვეტიენტუბლები ხომაცია, შემოვხაზე 4 კანდიდატი, ჩემი სასურველი ვინც იყო. თუ საიდუმლო არ არის, რომელი კანდიდატი შემოხაზეთ? კი ბატონო, გეტყვი ვინც შემოვხაზე? მე მივეცი ხმა გიორგი მარგველაშვილს, რო აგვეხსენა ქართული ოცნება. მე შემოვხაზე გადაწვალოს ჩემი თავი დათო ბაქრაძე, რო ვაკონტროლო ეს ახდენილი ოცნება. და მე კიდევ შემოვხაზე ნინო ბურჯანაძე. რო ერთხელ სამუდამოდ წაეთრიო მართლა ეს ნაციონალები კაცო, ვიყოფილა მართლა და მართლა. ანუ თქვენი ხმა გაბათილებულია, ხო? რასა რო რა გაბათილა ვერ გაიგე? ანუ ერთი კანდიდატი უნდა შემოგეხაზოთ და ეგრე არ შეიძლება. არც ერთი ყოფილა, ჩემთვის არც მეორე და გაბათილეს და იყოს გაბათილებული. რა პრობლემაა ვერ გავიგე? ხო, წავედი ახლა მაშინ მე არც ჰაერში მანქანას და რა პრობლემა აქვს კადალი გაგდება ჩემს ჯარტაში. აბა კარგად იყავი და სიდანიედი. ეს იყო ჟივნი მებონია ზუგდიდიდან. დიდი მადლობა ჟივნი. საარჩევნო უბანზე დილიდანვე გამოცდა საკუთარი არჩევანი გააკეთა პრემიერმა ივანიშვილმაც. ნახოთ სიუჟეტი. გამარჯობათ. გამარჯობათ, როგორ ახართ? მოყავთ მაგრად? აი, აგერ ინებეთ და იქ მიბრძანდით დააფიქსირეთ. იქ შევიდე, საშუალო ბუთკაში შევიდე? არა, იქ მიბრძანდით, შემოხაზეთ. სად იმერი ვარ და თუ შევიდე, იქ ბუთქარი ვარ და შევიდე. ამსალე ხუმრობისთვის და შავშევისთვის ამსალე მე. ნუ მასტე იმწოდი შენ მე. კარგით, მიბრძანდით. ყური ამას. ნახე რა სუნი აქვს, ბიჭო, რა მაგარია. ნახე ბავშვობის სუნი გამახსენა, ხაღად მაგარია, ძალიან მაგარი სუნი აქვს. ვაუ, რა მაგარია.
ნახე რა მანევრი აქვს ასტას, ნახე ის გამახსენა. ნახე, ავტობუსში გამახსენა, ძველი გახსოვში ავტობუსში იყო ძველი. არ გახსოვს, არ გემახსოვრება შენ მაგი. ძალიან მაგარია. ვეცო მის შემოხაზი აქ ფერე. აუ, აქ როგორ შეიძლება აქ შეირუდა როგორ შეიძლება 14 შემოხაზი 50 ნასო. დაი შენი ბრალი იყო ყველაფერი. რომელი იყო თან რომელი შემოშაი. შენი ყველაფერი შენი ბრალი იყო. აბა ის ყორა ბრიტო ყორა შენ რაპირა. არა. არ გაქვს. არ ვიცი როგორ შეიძლება. აბა ჩავაგდოთ, როგორ ჯობია? ას ჯობია, აბა როგორ ჯობია მითხარით? ჩავაგდოთ აბა ჯობია მგონი. აბა აი ახლა მაგათი ისტორია არჩევანი. ჭეშმარიტ საქართველოს ვიჩიე. ჭეშმარიტ ძლიერი საქართველოს. აბა საქართველოს გავმარ? ჯოს. გავმარ? ჯოს. ახლა მე დავიღალ თქვენ გააგზავნეთ მესამე და შემიძლია. გააგზავნეთ თქვენ, აბა თქვენ ვიცით. აბა იგი აბა. არ გასწორებდი. ლაზიკის ფოთის სპორტის თბილისის შემოვლითი გზის მშვიდობის ხიდის და რიყის საკონცერტო დარბაზის გამომშვიდობების შემდეგ საარჩევნო უბანზე მივიდა ორპარასკევ დარჩენილი პრეზიდენტი სააკაშვილიც. ბატონო პრეზიდენტო, გული ხომ არ წყდებათ, რომ საპრეზიდენტო ვადა დაგიმთავრდათ? მე გული არ წყდება. თავარია ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა. თავარია ქვეყანამ არ ჩამოუშვას ხელები. ბატონო პრეზიდენტო, საინტერესოა თუ გვეტყვით ვის მიეცით ხმა? ჩემი ბიჭი რო ხო არ გიდა ეხლა. მე მივეცი ხმა დათილ მომავალს, მე მივეცი ხმა რომ ევროპული კურსიდან არ გადმოვიდე საქართველო, მე მივეცი ხმა ახალ შენობებს, მე მივეცი ხმა ახალ ქალაქებს, იმიტომ რომ მე მივეცი ხმა კიდევ ერთხელ დათილ მომავალს. და ეს არის თავარი და იმედია თუ შეიძლება ბაქრაძე არ ბაბა ეხლა იმედია ბაქრაძეს არ ეწყდება. აი პრემიერმა განაცხადა რომ თქვენზე რომ დაკითხვას აპირებს თქვენსაც და რა აზრის ხართ ამ თემაზე? მე პირველ რიგში მინდა პრემიერის ზოგადად გამონათქვამებს მე არ უსმენ ბოლო დროს. მაგრამ თუ მას სურს რომ პრეზიდენტი დაკითხოს, მათ აირჩიეს უკვე ახალი პრეზიდენტი. კეთილი ლებოდა დაკითხონ ახალი პრეზიდენტი. მე საკითხი მე ყოველთვის მივესალმე ატარო, ყოველდღე ატარო დაკითხოს თუ უდებს. ძალიან კარგი იქნება თუ კი დაკითხავენ და ვიცი სადაც არის თქვენი ადგილი მე ძალიან კარგად და ხარ შენ უნდა დაკითხო მე მე ხო გისმენ ეხლა შენ მომისმენ კეთილი შენ უნდა დაკითხო მე არ მე მოსამართლე დაკითხავ და შენ ლაჩარო სეპარატისტ ჟურნალისტ შენ უნდა დაკითხო მე მე კი არა კიდევ ერთი ვინორე შენ უნდა დაკითხო მე მე მოდი მოდი აბა მოდი მოდი და გამოშვების ბოლოს სპორტის ამბები, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა შალონა თელაშვილმა. ლეიბორისტული პარტია დღეს საიუბილეო მე-20 არჩევნებში დამარცხდა. ეს გახდა ჩვენთვის არსებული ბოლო ინფორმაცია, გაგაცნობთ.